მარკოზის სახარების განმარტება თავი მეშვიდე. თავი 7, მუხლი 1, 5 და შეკრბეს მისა ფარისეველნი და რომელნიმე მწიგნობართაგანი, რომელნი მოსრულიყვნენ იერუსალიმით. და იხილნეს ვინმე მოწაფეთა მისთაგანი. შეგინებულითა ხელითა, ესე იგი არსუბანელითა ხელითა ჭამდეს პურსა და გმობდეს. რამე თუ ფარისეველთა და ყოველთა ჰურიათა, უკვე თუ არა იდაყვიტგან დაიბანიან ხელნი, არა ჭამიან, რამე თუ ეპყრა მათ მოცემული იგი მოძღურება იხუცესთაი. და უბანთაგან რაი შევიდიან, უკვე თუ არა იბანიან, არა ჭამიან და სხვა იცა მრავალი არს, რომელი მოეღოპყრობათ, განრცხაი სასმელებისაი და სტამნებისაი და ქვაბებისაი და ცხედრებისაი. მაშინ კითხეს მას ფარისეველთა მათ და მწიგნობართა, რაისათვის მოწაფენი შენი არავლენან მოძღურებისა ხუცესთაისა, არამედ უბანელითა ხელითა ჭამენ პურსა. ასწავლეს რა მიფხოლოდნენ მხოლოდ კეთილის ქმედებას და არ დაემძიმებინათ თავის სხვა საზრუნავებით, უფლის მოწაფეები წინასწარი განზრახვის გარეშე და თავიანთი უბრალოების და გამო ჭამდნენ და უბანელი ხელებით, ამასობაში ფარისეველნი. სურთ რა იპოვონ საბაბი გაკიცხვისა იყნებენ ამ შემთხვევას და ბრალს სდებენ მოციქულებს, თუმცა არა როგორც სჯულის დამროებთ, არამედ როგორც უხუცესთა გადმოცემის დამარღვეველთ, ვინაიდან სჯულში არ არის მითითები ხელების იდაყვამდე დაბანის შესახებ. საკვების მიღების წინ, მაგრამ ამას იცავდნენ ისნი. როგორც უხუცესთა გადმოცემას. თავი 7, მუხლი 6, 13 ხოლო იესო მიუგო და ხრქუა მათ, რამე თუ კეთილად თქვა ესაია წინაწარმეტყველმა თქვენ ორგულთათვის. ვითარცა წერილ არს ვითარმეთ, ერი ესება გითა მათითა პატივმცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორადგან შორებულ არიან ჩემგან. ამაოდ მსახურებენ მე, ასწავებენ მცნებასა და მოძღურებასა კაცთასა. და დაგიტევებიეს მცნებაი ღმრთისაი და გიპყრიეს მოძღურებაი კაცთაი. განრცხაი სასუმლებისაი და სტამნებისაი და სხვასა ესე ვითარსა მრავალსა ჰყოფთ. და ეტყო და მათ, კეთილად შეურაცხყოფთ მცნებასა ღმრთისასა, რაითა მოძღურებაი თქვენი დაამტკიცოთ. რამე თუ მოსე თქვა, პატივჟეც მამასა შენსა და დედასა შენსა, და რომელმა ბოროტი თქვას მამისათვის გინა დედისათვის, სიკვდილით მოკვედინ. ხოლო თქვენს თქვთ, უკვე თუ ხრქვას კაცმან მამასა ანუ დედასა კორბან, რომელ არს ნიჭი, რომელი რაით ჩემგან სარგებელ გეყოს და არა უტევებთ მათ მამასა და დედასა ყოფათ. და დაუმტკიცებელ გიყოფიეს სიტყვაი ღმრთისა მოძღურებითა მაგით თქვენითა, რომელსა ასწავებთ, და მსგავსა ამათსა მრავალსა ჰყოფთ. იმისთვის, რომ უფრო ძლიერად ამხილოს იუდეველნი, უფალი იმოწმებს წინასწარმეტყველსაც, რომელიც განიკითხავს მათ. ისინი ბრალს სდებენ მოწაფეებს იმის გამო, რომ მოწაფეები უხუცესთა მოძღვრებას გადავიდოდნენ. უფალი კი თავად მათ წინააღმდეგ მიმართავს გაცილებით უფრო მძიმე ბრალდებას, კერძოდ რომ ისინი გადადიან მოსეს სჯულს. სჯული ამბობს ის, გვასწავლის, პატივეც მამასა შენსა და დედასა შენსა, თქვენ კი ასწავლით ბავშვებს უთხრან თავიანთ მშობლებს ასე, ის რაც გსურთ ჩემგან არის კორბან, ესე იგი ძღვენი ღმერთს. რამე თუ ფარისეველნი სურდათ რა ესარგებლად უბრალო ადამიანების ქონებით, ასწავლიდნენ ბავშვებს, როდესაც ბავშვებს ჰქონდათ რამე საკუთრება და მშობლების თხოვდნენ მას, ეთქვათ შემდეგი, მე უკვე შევწირე იგი ღმერთს და შენ ნუ მთხოვ ღმრთისადმი შეწირულს. აცდენდნენ რა ამგვარად ბავშვებს და არწმუნებდნენ შეეწირათ ღვთისადმი თავიანთი კუთვნილებიდან, ფარისევლები ამით აიძულებდნენ მათ არაფრად ჩაეგდოთ მშობლები და ღმრთისადმი შეწირულს თავად მტქავდნენ, სწორედ ამას უყვენებს ბრალად უფალი, რომ ანგარების და გამო, ღმრთის სჯულს გადადიან. თავი 7, მუხლი 14, 23 და მოუწოდა ყოველსა მასერსა და ეტყო და მათ, ისმინეთ ჩემი ყოველთა და გულისხმა ჰყავთ, არ არაი არს კაცისა გარეთ შემავალი მისა, რომელმანცა შეაგინა იგი, არამედ რომელი გამოვალს მისგან, იგი არს, რომელი შეაგინებს კაცსა. რომელსა ასხენ ყურნის მენად ისმინენ. და ოდეს შევიდა სახით ერისა მისგან, ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი იგავისა მისთვის. და ხრქუა მათ, ეგრეთვე თქვენცა უგულისხმოა ხართა და არა გიცნობიეს, რამე თუ ყოველი გარეშე შემავალი კაცსა არა შეაგინებს. რამე თუ არა შევალს გულსა, არამედ მუცლად და განსავალით განვალს და განსმეც ყოველსა ჭამათსა.
და იტყო და ვითარმედ, კაცისაგან გამომავალი შეაგინებს კაცსა, რამე თუ შინაგან გულისაგან კაცთა ისა გამოვლენან გულის სიტყვანი ბოროტნი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, კაცისკლანი, ანგახრებანი და უკეთურებანი, საკუანი, არაწმიდებანი, თვალბოროტებანი, გმობანი, ამპარტავანებანი, უგუნურებანი. ესე ყოველნი ბოროტნი შინაგან გამოვლენ და შეაგინებენ კაცსა. ასწავლის რა ერს გაიგონ საკვების შესახებ, სჯულის მითითებები არა ხორციელად, უფალი იწყებს თანდათანობით გახსნას სჯულის აზრისა, რომ არაფერი შიგნით შემავალი არ შეაგინებს არავის, არამედ შეაგინებს ის, რაც გულიდან გამოდის. თვალბოროტებაში იგუსხმება ან შურო, ან და მრუშება. იმიტომ რომ შურიანიც ესვრის მას, ვისიც შურს ვერაგულ და გესლიან მზერას და მრუშიც არაშორებს რა თვალს ვერაგულ საქმეს ესწრაფვის. გმობაში იგუსხმება ღმრთის შეურაცხყოფა, თუ კი მაგალითად ვინმე იტყვის, რომ არ არსებობს ღმრთის წინასწარ განზრახულება, ეს გმობა იქნება, ამიტომაც უფალი მას ამპარტავნებასთან ერთად ახსენებს. ამპარტავნება არის ღმრთის არად ჩაგდება, როდესაც ვინმე გააკეთებს რა კეთილ საქმეს, აწერს მას არა ღმერთს, არამედ საკუთარ ძალას. უგუნურებაში გულისხმობს წყენას ახლობლების მიმართ. ყველა ესვნება შეაგინებს სულს და წარმოიქმნება და გამოდის მისგან. ამრიგად ხალხს უფალი არასაკმარისად ნათლად ესაუბრებოდა. ამიტომაც შენიშნავს, რომელსაც ხენყურნის სმენად ისმინენ, ანუ ვისაც გაგება შეუძლია დაეგაიგოს. რაც შეეხება მოციქულებს, რომლებსაც უფრო ღრმად ესმოდათ უფლის სიტყვები და მივიდნენ ეკითხათ მისთვის იგავის შესახებ, ანუ ამ შეფარული საუბრის შესახებ, იგავი არის შეფარული საუბარი, უფალმა თავიდან უსაყვედურა მათ, უთხრა რა ეგრეთვე თქვენც აუგულისხმოა ხართა და არა გიცნობიეს, მაგრამ შემდეგ აუხსნა ის, რაც ძნელად გასაგები იყო მათთვის. თავი 7, მუხლი 24-30 და მიერ აღდგა და წარვიდა საზღვართა ტვიროსისა და სიდონისათა. და შევიდა სახლსა და არა უნდა, რაითამცა აგრძნა ვინმე და ვერ ხელა ეწიფა დაფარვად. რამე თუ ესმავისმე დედაკაცსა მისთვის, რომელსა ესუა ასული სულითა არაწმიდითა ურვეული და მოვიდა და შეურდა ფერხთა მისთა. ხოლო დედაკაცი იგი იყო წარმართი, ნათესავით ასური ფინიკელი, ზღვის კიდით და ევედრებოდა მას, რაითა განხადოს ეშმაკი იგი ასულისაგან მისისა. ხოლო იესო ხრქუა მას, მაცადე პირველად განძღებად შვილთა, რამე თუ არა კეთილარს მოღება იპურისაი შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. ხოლო მან მიუგო და ხრქუა, უფალო, რამე თუ ძაღლნიცა ტაბლასა ქვეშე ჭამეთ ნამუსრევისაგან შვილთა ისა. ხოლო იესო ხრქუა მას, მაგის სიტყვისათვის ვიდოდე. განსრულარს ეშმაკი ასულისაგან შენისა. და წარვიდა დედაკაცი იგი სახით თვისა და პოვა, რამე თუ ეშმაკი იგი განსრულიყო და ასული იგი მისი შემოსილი, მჯდომარე ცხედარსა ზედა. მას შემდეგ რაც უთხრა საკვების შესახებ და დაინახა, რომ იუდეველმა არ იწამეს, უფალი წარმართთა საზღვრებს გადალახავს, რათა იუდეველთა ურწმუნოების და გამოხსნა მათმან წარმართებზე გადაინაცვლოს. თავიდან უფალი თავის დაფარვას ცდილობდა, რათა იუდეველებს არ ჰქონოდათ საბაბი მისი დადანაშაულებისა თითქოს და იგი არაწმიდა წარმართებს მიეკედლა. მაგრამ მას არ შეეძლო დამალულიყო, ვინაიდან არ შეიძლებოდა იგი დამალულიყო და ვერავის ეცნო. ხსენებული დედაკაცი იგებს რამის შესახებ, ხურვალ ერწმენას გამოიჩენს. ამიტომაც უფალი მაშინვე არ თანხმდება მის თხოვნაზე, არამედ გადადებს წყალობას, რათა უჩვენოს, რომ რწმენა დედაკაცის მტკიცეა და იგი მოთმინებით იცდის მიუხედავად უარისა. ვისწავლოთ ჩვენც, რათა მაშინვე არ დაუტევოთ ლოცვა, როდესაც მყისვე არ ვიღებთ იმას, რასაც ვლოცულობთ. უფალი წარმართებს ძაღლებს უწოდებს, რამდენადაც იუდეველთათვის ისინი არაწმიდანი იყვნენ. პურს უწოდებს ის წყალობას, რომელიც ღმრთის მიერ შვილთათვის, ანუ იუდეველთათვის იყო განკუთვნილი. ამიტომაც ამბობს, რომ წარმართები არ უნდა იყვნენ მონაწილე იმ წყალობისა, რომელიც იუდეველთათვისაა განკუთვნილი, რამდენადაც დედაკაცი გონივრულად და რწმენით პასუხობს, იღებს კიდეც იმას, რასაც ითხოვს. იუდეველს, ამბობს ის, აქვთ პური, ანუ მთლიანად შენ ჰყავხარ, გარდამოსული ზეცით და წყალობანი შენი, ხოლო მე ნამცეცს ვითხოვ, ანუ მცირე ნაწილს შენი წყალობისა. მაგრამ შეხედე, როგორ მოქმედებს უფალი. მას არ უთქვამს, ჩემმა ძალამ გადაგარჩინა შენ. არამედ რა უთხრა მაგის სიტყვისათვის, ანუ შენი რწმენისათვის ვიდოდე.
განსრულ არს ეშმაკი ასულისაგან შენისა. აქედან შენც მიიღე შენთვის სასარგებლო გაკვეთილი. თითოეული ჩვენგანი, როდესაც ცოდვას სჩადის არის დედაკაცი, ანუ სუსტი სული, ასეთი სულია ფინიკელი, როგორც მეწამული, ანუ სისხლიანი და მომხსინებელი ცოდვის მქონე. ასეთ სულს ჰყავს ასული, მზაკრული ქმედებანი საეშმაკო. ვართ რა ცოდვილნი, ჩვენ ძაღლებად ვიწოდებით, არა წმინდებით აღსავსენი, რის გამოც არა ვართ ხოლმე ღირსნი ღამრთაებრივი პურის მოღებისა, ანუ უწმიდეს საიდუმლოთა ზიარებისა. მაგრამ თუ კი სიმდაბლით გავაცნობიერებთ, რომ ძაღლები ვართ, თუ კი აღუარებთ და გავამხელთ ჩვენს ცდოვებს, მაშინ განიკურნება ასული ჩვენი, ანუ ქმედებანი საეშმაკო. თავი 7, მუხლი 31, 37 და მერმე კვალად გამოვიდა საზღვართაგან ტვიროსისა და სიდონისათა და მოვიდა ზღვასა მას გალილეაისასა, შორის საზღვართა 10 ქალაქისათა. და მოართვეს მას ყრუი და ძნიად მეტყველი და ევედრებოდეს მას, რაითა ხელი დასდვას მასზე და განიყვანა ერისა მისგან თვისაგან და დაასხნა თითნი მისნი ყურთა მისთა და ხნერწყუა და შეახო ენასა მისსა და აღიხილნა ზეცად და სულ თითქუნა და ხრქუა მას, ეფფათა, რომელ არს განეხვენით. და მეხსეულად განეხუნეს მას სასმენელნი და განხსნდა კრულება ენისა მისისაი და იტყო და მართლად. და ამცნო მათ, რაითა არავის უთხრა. და რაოდენ იგი ამცნებდა მათ, იგინი უფრო ის მიმოდასდებდეს. და უმეტესად განუკვირდებოდა და იტყოდეს, ყოველსავე კეთილს აიქმს, ყრუთა ასმენს და უთხუთა ატყუებს. უფალი არ ყონდება წარმართა მიდამოებში, არამედ სწრაფადვე განეშორება მათგან, რათა როგორც ვთქვი არ მისცეს იუდეველებს საბაბი ილაპარაკონ მასზე, რომ იგი სჯულის საწინააღმდეგოდ იქცევა წარმართებთან შერევით. ამიტომ განეშორება რა ტვიროსისა და სიდონის საზღვრებს, იგი მოდის გალილეაში და აქ განკურნავს ყრუმუნს, რომელიც უძლურებაც ეშმაკისგანაა. და განიყვანა ერისა მისგან, ვინაიდან დიდების მოყვარე არ იყო, და იმდაბლა რა თავი ჩვენეულ სიგლახაკემდე და არ სურდა რა, მრავალთა წინაშე აღესრულებინა სასწაულები, უკვე თუ ამას თავად მაყურებელთა სარგებლობა არ მოითხოვდა. ხნერწყვა და შეახო ენასა მისსა, იმის ნიშნად, რომ ყოველი ნაწილი მისი წმიდა ხორცისა, ღმრთაებრივი და წმიდა იყო, ისე რომ მისი ნერწვიც კი განხსნიდა და ბორკილენას. ყოველგვარი ნერწყვი არის სიჭარბე, წვენთა, მაგრამ უფალში ყველაფერი საუცხოო და ღმრთაებრივია. აღიხილა რა ზეცად უფალმა სულ თითქუნა, ერთი მხრივ ლოცვითი სულითქმით მამის მიმართ, რათა მან შეიწყალოს ადამიანი და ჩვენ და სანიმუშოდაც, რათა ჩვენ ვაპირებთ რა რაიმე კეთილი საქმის აღსრულებას, აღვიხილოთ ღმრთისა მიმართ და მისგან გამოვითხოვოთ შეწევნა ამის აღსასრულებლად. მეორე მხრივ სულ თითქუნა, წუხილის გამოც ადამიანურ ბუნებაზე, თუ რამდენადაა იგი ეშმაკს დამორჩილებული, რომ მისგან ასეთ შეგინებასა და ტანჯვას ითმენს. ამიტომაც, როდესაც უფალი კურნავდა, განკურნებულნი ქადაგებდნენ მის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ იგი უკრძალავდა მას ამას და ამცნებდა არაფერი ეთქვათ. აქედან ვისწავლოთ ჩვენს, როდესაც კეთილს ვუყობთ სხვებს, არ მივიღოთ მათგან ქება, ხოლო როდესაც ვიღებთ მოწყალებას, განვადიდოთ ჩვენი მწყალობელნი და საქვეყნოდ ვისაუბროთ მათზე, თუნდაც მათ ეს არ სურდეთ.